საღამო მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი. საღამო მშვიდობის ბატონო მიხეილ, მადლობა რომ გვეწვით. მოგესალმებით, მიესალმებ მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. შეხვედრა, რომელიც შედგა ერ-რიადში და გამოხმაურებები, რომელიც აქტიურად მოედო მთელ მსოფლიო მედიას. უკვე თვის ბოლოს დაანონსებულია ორი ქვეყნის პრეზიდენტის, ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტების დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა. დღეს კრემლის პრეს მდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ამ თვის ბოლოს ეს შეხვედრა შედგება, თუმცა პუტინმა თავად პაუზა აიღო. თქვა, რომ დიდი სიამოვნებით შეხვდება დონალდ ტრამპს, ვინაიდან დიდი ხანი არ უნახავს, მაგრამ კონკრეტული დრო და თარიღი მისი მხრიდან არ გაცხადებულა. როგორც ჩანს, მთელი იმ პაკეტის შემდეგ, რაც კი განიხილეს მხარეებმა ერ-რიადში გამართულ შეხვედრაზე, პუტინი, როგორც ჩანს, აწყობს იმ გეგმას, თუ როგორ უნდა წარმართოს მოლაპარაკებები თავის ვიზავისთან, დონალდ ტრამპთან. აქ რა თქმა უნდა, ორივე მხარე ეცდება, რომ საბანი თავის სასარგებლოდ გადაწიოს. ჟესტების ენას თუ მივაქცევთ ყურადღებას, თუნდაც ერ-რიადის შეხვედრის დროს ლავროვი ძალიან თავისუფლად გამოიყურებოდა, ხოლო ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელი მარკ რუბიოს ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდა, როგორც ჩანს, მაინც ფრთხილობენ. თქვენ როგორ შეაფასებთ საერთოდ აი ამ გარღვევას, რაც მოხდა მთელი 3 წლის განმავლობაში და რამაც გამოიწვია საკმაოდ ისეთი ისტერიული ფონი შექმნა ევროკავშირის ქვეყნებში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ბოლო რამდენიმე დღეა არ დარჩენილა პოლიტიკოსი, ექსპერტი, პოლიტოლოგი, პარტია, მაუწყებელი ამ თემაზე რო არ საუბრა და მოდით ჩვენ ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ, უნებას მომცემთ. რატო შედგა ეს შეხვედრა? რატომ ეხლა და რატომ არ შედგა დაუშვათ 1 წლის წინ, 8 თვის წინ? და რატო არ შედგებოდა დაუშვათ 6 თვის შემდეგ. მოდი ვთქვათ პირდაპირ, რუსეთმა უკრაინის ომში გაიმარჯვა. ანუ, რისი თქვა მინდა? შესრულებული არის რამდენიმე მოცემულობა, ეს არის ევროპის დემილიტარიზაცია, თუმცა პირველი ამოცანა იყო უკრაინის დემილიტარიზაცია, რაც პირველი წელიწადნახევრის განმავლობაში წარმატებით შესრულდა. ეხლა შესრულებულია მეორე პუნქტი, ეს არის ევროპის. რამე თუ ევროპის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი უკვე იმის მეათედს ვერ აწარმოებს, რასაც აწარმოებს რუსეთის სამრეწველო კომპლექსი და პრაქტიკულად დასავლეთის ევროპა მაგახლა მხედველობაში სამხედრო საცავები არის დაცლილი. პრაქტიკულად ევროპა არის გამოფიტული. ეხლა მეორე. ევროპამ დაკარგა ევროკავშირმა, რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, არ დავმალავ ამას, რომ მოხარული ვარ აი ამ მდგომარეობით. თქვენ იცით, ჩემი განწყობა ევროპის მიმართ ხშირად რადიკალური, მაგრამ რაც არის, ეს არის. ევროპამ დაკარგა ფუნქცია და აი დაკარგული ევროპის ფუნქცია, დაკარგული ევროპის ფონზე შედგა ეს შეხვედრა და ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ევროპა არის, ევროკავშირი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რაც მახარებს, იმიტომ რომ იმედი მაქვს საქართველოში პოლიტიკოსებს დაეკარგებათ იმის სურვილი, რომ ევროკავშირისკენ მივილტვით და ეს დიდი ტყუილი, რომელიც დაწყებული არის, ასე ვთქვათ, ევროპის დაისი 19 საუკუნის ბოლო და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ჩვენ თვალწინ სრულდება. მესამე ის, რომ დასავლეთმა კარგად დაინახა, რომ რუსეთთან, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მესამეჯერ 2 საუკუნის განმავლობაში მესამეჯერ სრულად მობილიზებული დასავლეთი, ნაპოლეონის შემდეგ ჰიტლერი და ეხლა უკვე გაერთიანებული ევროპა 50 ქვეყნის შემადგენლობით წამოვიდა რუსეთზე და იგი დამარცხდა. ეხლა ვინ როგორ შეხედავს ამ დამარცხებას, ხო? თუ დამარცხება კიევი აიღო რუსეთმა და ეს არ მოხდებოდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კიევის აღება ეს არის სიგიჟე. იმ მდგომარეობაში დღეს მსოფლიო არის და ეს გამოიწვევდა მძიმე სამხედრო პოლიტიკურ კრიზისს, როგორც რუსეთში, ასევე მთელ მსოფლიოში და ბირთვული დაპირისპირების ზღვარზე იქნებოდა მსოფლიო. აი ამ მდგენელებიდან გამომდინარე, ბატონი ტრამპი, რომელიც არის საკმაოდ პრაგმატული,
ბიზნესმენი კაცია და ბიზნესმენებს სხვანაირად აქვს თვინი მოწყობილი და ცდილობენ იყვნენ ძალიან პრაგმატულები და ხშირ შემთხვევაში ტრამპს ახასიათებს თავის ვიზავისთან იყო ძალიან დიპლომატიური, თბილი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო ვლადიმერ პუტინის და ტრამპის საუბრის დროს მოგახსენება ტრამპს ახასიათებს საკმაოდ უხეში ხშირ შემთხვევაში თავხედური და ასე ვთქვათ ქედმაღლური საუბრის ტონი და შეუძლია თავის ვიზავის მიუჩინოს ადგილი ძალიან უხეშად, ხო? ხელის ჩამორთმევაც ისეთი აქვს, მედიდური. კი, ხო, იმპერატორის გადამრჩენის მანტიას. მაგრამ თუ დააკვირდით პუტინთან არ გამოსვლია. აი ზუსტად მაგის თქვა მინდოდა, საუბარი იყო ძალიან კონსტრუქციული, ურთიერთპატივისცემით გამსჭვალული და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე აღიარა რუსეთი როგორც არაუმცროსი პარტნიორი. არამედ როგორც პარტნიორი და ჩვენ ხედავთ ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ როგორი ელვისებური სისწრაფით ხდება ის პროცესები რომელიც არის ახლა ჩვენ თვალწინ ხო რატომ ევრიადი რატომ საუდის არაბეთი მოდით გავიხსენოთ როგორი შეხვედრები იყო როდესაც ვლადიმერ პუტინი ეწვია ამ ქვეყანას და როგორი შეხვედრები ჰქონდა ტრამპს როდესაც იგი ეწვია ამ ქვეყანას ხო ეს ქვეყანა ზოგადად ორივე ლიდერისთვის არის გარკვეული ნდობით განისჭვალენ ამ ქვეყნის მიმართ და მათი გადაწყვეტილება რომ იქ შემდგარიყო საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა და დელეგაციების პირველი შეხვედრა თავისი დადებითი შედეგი გამოიღო დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ მასპინძლობს როგორი აურა ხდება და მასპინძელის განწყობას ამას ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ დავინახეთ ეს შედეგი ასევე ჩვენ დავინახეთ შედეგი რომ პრაქტიკულად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დასცინა დასავლეთს დასცინა ყველა იმ ქვეყანას რომელმაც მოინდომა ამ პროცესში ასე ვთქვათ ჩართვა და რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა თქვა რომ მახსენებსო ეხლა ეს მდგომარეობაო ევროპა რო იბრძვისო მოხდეს იმ მაგიდასთან სადაც გავლენიანი ხალხი იკრიბება ანუ დასცინიან გუშინ კითხეს ლავროვს რა სიტყვითო იტალიის საფრანგეთი აპირებს გრენლანდიაზე გაგზავნასო და სიცილით მოკვდა დასცინეს ასევე რამშტაინის შეხვედრაზე ბუდიშით უშიშროების სამიტი რო ჩატარდა იქ ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ხელმძღვანელი არამც თუ არ შეხვდა მართველი პარტიის და ასე ვთქვათ ღებადენ კანცლერს არამედ მის გამოსვლასაც არ დაესწრო სამაგიეროდ შეხვდა ალტერნატივა გერმანიის ლიდერს. ანუ მთელი ეს მოცემულობა ჩვენ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ რუსეთმა თავისი 80% აი იმ გეგმის, რომელიც ჰქონდა დასახული 21 წლის დეკემბერში გაცხადებული ულტიმატუმი შეასრულა. დასავლეთს უარი ათქმევია ნატოში, უკრაინის მიღებაზე და დასავლეთი ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები დასვა მოლაპარაკების მაგიდაზე, სადაც საერთოდ არ გააჭაჭანა არც ევროკავშირი და რა თქმა უნდა არც ზელენსკი თავისი იდეები და თავის ამბიციები და დღეს გამოხენ პატარა ასე ვთქვათ გზავნილივით რომ იქ თუ არ ახარ თუ არ უწერია მოლაპარაკების მაგიდაზე მაშინ მაგიდასთან მაშინ მოლაპარაკების მაგიდაზე ანუ მაგიდაზე იყოფენ იმას ან მიირთმევენ ან ჭრიან ან კერავენ ან ერთმანეთს უგზავნიან ასე მენიუ ეგრეთ მენიუ ხო მენიუდ გამოიყენეს და ჩვენ აქედან გამომდინარე ახლა თავარია რა ყველაფერი ვიცით ჩვენ ამ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ ახლა საქართველოს აქვს ახლა უნიკალური შანსი იმისი რომ ძალიან პრაგმატული პოლიტიკა გაატაროს და აი პირველი რისი თქმაც მინდა ეს არის დიპლომატიური ურთიერთობები საიდან დაიწყო ბატონმა ლავროვმა თავის პრესკონფერენცია აღსადგენია. არც ის უთქვამს ეკონომიკაზე, არც პირდაპირ სანამ ჩვენ დავიწყებთ დიალოგს, უნდა დარეგულირდეს ცივილურ მდგომარეობაში უნდა გადავიდეთ, აღვადგინოთ სრულად დიპლომატიური ურთიერთობები, დავაბრუნოთ ჩვენი საელჩოები, გავხადოთ სრულყოფილი, იმიტომ რომ განახევრებული და გამეოთხედებულია იქ რუსეთს დაუხურეს ამდენიმე საკონსულო, წართმეული აქვს შენობები, ჩამორთმეული აქვს შენობები და ანუ ეს საკითხი არის მოსაგვარებელი. მოდი გამოვიდეთ საქართველოს რეალობაზე. გვენის კონვენციაც დაირღვა ბაიდენის ადმინისტრაციამ. ყველაფერი დაარღვიეს. ეს იყო ყაჩაღობა, აი ვესტერნის სტილში შევარდნენ და აიღეს ეს შენობები და დაიპყრეს და გამოყარეს რუსი დიპლომატები. ეხლა რატო ვამბობ ამას? ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა და აუცილებლად გვინდა იმ ფონზე, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ერთად ჩაუტარა უკვე ევროკავშირს და ზელენსკის,
ჩვენ მოგვიწევს რუსეთთან საუბარი. უახლოეს თვეების ამბავია უკვე. ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვითხოვს და ისიც გვითხოვს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს უკვე დიდი ხანია დაწყებული აქვს საუბარი. იძულებულიც გავხდებით. და უმჯობესია რომ იძულებული არ გავხდეთ. ჩვენ საერთოდ ბოლო 25 წლის მანძილზე ძალიან ხშირად იძულებული ხდებოდით იმის გაკეთებას, ის გვიწევდა და ძალიან დიდი დანაკარგების შედეგად, ხო? პირველი აი იქიდან გამომდინარე და ახლა ლავროვს ვის, მაგრამ ლავროვს არ ესწავლება დიპლომატია და თქვენ მართალი ბრძანდებით, რუბიო საკმაოდ ესეთი იჯდა, ჯერ პირველი შეხვედრა იყო მისთვის ამ დონის, მე ბატონ ლავროვთან ცოტა რთულია საუბარი და მე ძნელად წარმომიდგენია საქართველოსდან ვინ შეიძლება დაждდეს მას. მოლოტოვის და პრიმაკოვის სკოლა. ხო, იმპერიის სკოლა, ასე ვთქვათ, იმპერიის სკოლა 450 წლიანი გამოცდილებით საგარეო დიპლომატიაში. ჩვენ მოგვიწევს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. წინამძღ შემთხვევაში დაიწყება ის პროცესი, რომელიც არც მე მინდა, არც თქვენ გინდა და რაც თქმა უნდა, არც მართულ პარტიას არ უნდა. პროცესი იმისი, რომ ჩვენ შემოგთავაზებენ იმ ურთიერთობას, რაც არის საჭირო. დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას ჩვენი ხელისუფლება მრავალი წლის მანძილზე აყენებს წინაპირობებს. ეს არის აფხაზეთი, ეს არის არაღიარება, უკან გაწვევა, რაც ჩემი აზრით ამაზე უნდა ცოტა ხანი თავი შევიკავოთ, ეს არის ხანგრძლივი პროცესი და გარკვეული დათქმებით, გარკვეული წინაპირობებით ჩვენ დათქმები არ გვჭირთ, რომ მთელი ჩვენი ბოლო ისტორია ნატოსთან ურთიერთობის თუ ევროკავშირთან იყო დათქმები. მაპი მაპზე უკეთესი ასპირანტი, პროფესორი, აკადემიკოსი, დოცენტი, ანუ დათქმებით დავიწყოთ ამ ურთიერთობის აღდგენა, რომელიც ჩვენ მოგცემს საშუალებას უფრო სრულმასშტაბიანი და ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა დავიწყოთ რუსეთთან და მერწმუნდეთ ამერიკის შეერთებული შტატები მხოლოდ მიესალმება ამ მდგომარეობას. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ შტატებს ახლა არც ერთი ქვეყანა აღარ ჭირდება ისეთი მის პარტნიორად და მის გვერდით, მით უმეტეს სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც რუსეთთან იქნება დაპირისპირებული, რომელსაც რუსეთთან იქნება გარკვეული პრობლემები. ამის მაგალითი შემიძლია ასევე მოვიყვანო, დღეს ცნობილი გახდა, რომ აი ამ რიადის შეხვედრაზე ხომ მოილაპარაკეს ამ დიპლომატიური წარმომადგენლობების სრულად ფუნქციონირების აღდგენის შესახებ. ელჩად ვაშინგტონი ალბათ გააგზავნის ჩვენთვის კარგად ნაცნობ ნორლანდს, რომელიც ჩვენთან იყო აქ საქართველოში ელჩი და ნორლანდი ჩამოვიდა თუ არა, მინდა გითხრათ, რომ მე დავხვდი პირველად აეროპორტში მაშინ ჯერ კიდე მიკროფონით, როდესაც გადაღებებზე მიწევდა სიარული. მეუღლესთან ერთად როდესაც ჩამოვიდა და ნორლანდის დროს მოხდა სააკაშვილის ხელისუფლების გაცილება ისტორიის ანაგვეზე, პრინციპში. ანუ ეს არის იმის დასტური, რომ ტრამპი ორიენტირებულია გააუმჯობესოს რუსეთთან ურთიერთობები. ნაწილობრივ. რუსეთის დელეგაციაში იყო პირდაპირ ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი. ანუ გარდა პოლიტიკური დარეგულირებისა, არის საუბარი ეკონომიკურ დარეგულირებაზე და მე მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ უკრაინის ფუნქციაზე. გარდა იმ წიაღისეულისა, რომელიც აქ ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს აპელირებას გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპის ბიზნესმენური აზროვნება არ აძლევს მას უფლებას, რომ ვიღაცას მუქთად რაღაცა აჩუქოს. და თავის ამომრჩეველს უნდა აჩვენოს, რომ აი მე აი ამ ნედლეულზე, ამ წიაღისეულზე, რომელიც 500 მილიარდად შეფასებული, ამაზე მე დავადე ბეგარა და ეს უნდა გადამიხადოს უკრაინა, მომყიდოს, მას ესხოს, იჯარით ავიღო, მაგრამ ამითი უნდა ამოვიღო ის დანახარჯი. მაგრამ ჩვენ შევხედოთ უკრაინა სად მდებარეობს. უკრაინა სად მდებარეობს და მე რეჟისორს ვთხოვ, ორი სქემა გვაქვს ჩვენ, რუკა გვაქვს უკრაინის, ერთი არის რკინიგზის, მეორე არის ნავთობსადენები და როგორ საზღვარზე გადის ეს მდგომარეობა და რა ფუნქცია შეიძლება ქონდეს უკრაინას გარდა იმისა, რომ გახდეს მოლაპარაკების ერთ-ერთი სერიოზული ლაპარაკების და ეკონომიკური გარიგების, ასე ვთქვათ, ობიექტი. თუ შეიძლება აი ეს გახლავთ საიდან რა შედის, ეს არის ბელორუსიის, რუსეთის ტერიტორია და შუაგულ ევროპაში როგორ გადის ეს ხაზები. აი ეს ძირითადი მიმართულებები, რომლებიც არის აღებული, ეს აძლევს რუსეთს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ძალიან თავისუფლად მოილაპარაკონ უკრაინის გავლით, მოხდეს დასავლეთ ევროპაში იმ ყველა საჭირო ნედლეულის მიწოდება თუ წიაღისეულის მიწოდება თუ ნავთობი იქნება თუ გაზი იქნება, რომლითაც შედის უკრაინის გავლით
ევროპაში. ეხლა რა მდგომარეობაა ახლა ეკონომისტები ჩემზე კარგად ითხოვენ, ეს პოლიტიკური მდგენელი არის. თუ შეიძლება მეორე სლაიდი. ანუ ანალოგიური არის ეს უკრაინის რკინიგზა, რომელიც კარგად ვიცით არის საკმაოდ იაფი, მოგეხსენებათ რომ რკინიგზა არის ყველაზე ასე იაფი და ყველაზე საიმედო ტრანსპორტი, ხო? და ის რაც გააკეთა დღემდე ზელენსკიმ, აი მთლიანად უკრაინას დაუკარგა, დიდი მადლობა. უკრაინას დაუკარგა პრაქტიკულად სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია და ის რომ ამდენი ხანი უკრაინაში არიბომბებოდა აი ეს გასადენები და ეს მაგისტრალები, რომელთაც მიეწოდებოდა დასავლეთს აი ეს პირველი რესურსები, ეს კიდე ერთი დასტური იყო იმისი, რომ ჯერ კიდე ზელენსკი აძლევდა თავს ანგარიშს, რა სიტუაცია უნდა ქონოდა და რა მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო უკრაინა, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ მან დაკარგა რეალობის გზნობა, პრაქტიკულად არის სრულ ისტერიაში, ისიც უარყო და განაცხადა, რომ ამ შეთანხმებას, რაც მოხდა ახლა 2 დღის წინ რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციების შეხვედრაში, ის არ ცნობს, წარმოგიდგენთ, პატრონი დამფინანსებელი, მისი სტრატეგიული, როგორც ვქნა, დავარქვათ, უკვე პატრონს აუჯაღდა. ეს იმას ნიშნავს, რომ პატრონმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ქვეყანა უნდა რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაიყოს და აი ეს ორი სლაიდი, რომელიც ვნახეთ ჩვენ, რკინიგზის და აი ეს სატრანზიტო გზები, ამას მოილაპარაკებენ და ეკონომიკური ურთიერთობებით გაიყოფენ. ანუ ევროპა პრაქტიკულად ამოვარდნილია, ამ თამაში აუცილებლად შემოვა რამდენიმე აზიის ქვეყანა, მათ შორის შეიძლება იყოს საუდის არაბეთი, შეიძლება იყოს ყატარი, ის ქვეყნები, რომლებიც ლოიალურად არიან განწყობილები როგორც რუსეთის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. და თავარი სავაჭრო რაზე ივაჭრებს, რა უნდა შესთავაზოს რუსეთს. რუსეთის უნდა შესთავაზოს პირველ რიგში პოსტსაბჭოური ქვეყნები, რომელზეც დიდი ხანია რუსეთს აქვს განაცხადი, რომ ეს მას ჭირდება, იმიტომ კი არა, როგორც ქალბატონმა ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიების სიმცირე აქვს. არა, ეს ჭირდება ზუსტად იმ გეოპოლიტიკისთვის და იმ დაცულობისთვის, რომლის შემოფრთქვა უნდოდა დასავლეთ სამწლების მანძილზე და პირდაპირ გასულიყვნენ რუსეთის საზღვრებზე. ბუფერულ ზონას არ ვაკადრებ არც ჩემ ქვეყანას, არც მეზობელ ქვეყანას, მაგრამ ეს ის ქვეყნები უნდა იყოს, სადაც უნდა კონდეს რუსეთს შვიდობა. შვიდობა თუ არ ექნა, ის ყოველთვის იქნება რუსეთის ანფეთქებელი, ან რუსეთის პრობლემის შექმნელი ტერიტორიები. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი რამ უნდა შესთავაზოს. დიდი რამ უნდა შესთავაზოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს, რომ ახლა გადავიდეთ რა ინტერესი აქვს, ხო? თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩინეთი არის, ნომერ პირველი მოწინააღმდეგე ეკონომიკურ თვალსაზრისით და დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკიდან გამომდინარე, წინა აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები და აზიის ქვეყნები არის სადაც ბაზარი, სადაც უნდა მოიპოვოს და რომელიც უნდა გავიდეს თავისი მრეწველობა ამუშავოს და გახადოს ტრამპმა ამერიკა ისევ დიადი, ხო? ამიტომ რუსეთი და ჩინეთთან ურთიერთობის დარეგულირება, მათ შორის ვთქვათ პრობლემების შექმნა, რუსეთი გამოიყენოს დაიყენოს გვერდში და გამოიყენოს თავის თანამოკავშირედ ჩინეთის ჩამოვაგდოს მათ შორის შუღლი, გაუფუჭოს ურთიერთობა და ასე შემდეგ. ეს არის წინა პირობები, რომელსაც ყველა განიხილავს და მათ შორის მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ ჩვენ გვაქვს სხვა მოცემულობა. მსოფლიო ვეღარ იქნება ერთპოლარული. სოფლიო უნდა იყოს მრავალპოლარული და მრავალი ცენტრი უნდა იყოს მართვის. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, მათ შორის რუსეთი, მათ შორის ინდოეთი, ჩინეთი. მე მაინც ვფიქრობ, ჩემი აზრით, რომ ირანიც გარკვეულ როლს ითამაშებს იმ ქვეყნების კონსოლიდაციაში, რომელიც არის მენტალურად, რელიგიურად, ისტორიულად მიბმული ირანზე და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი ვაჭრობაა გამოცხადებული, მაგრამ ეს ვაჭრობა არის გამოცხადებული კიდევ ერთხელ ვიმეორებ. იმ ქვეყნების გარეშე, რომელზეც ვაჭრობენ. ეს ქვეყნები, მათ შორის ევროკავშირი, ავაჭრობაში მონაწილეობას ვერ იღებს და ევროპას რას გადაუწყვეტავს ამერიკის შეერთებული შტატები, აღმოსავლეთ ევროპას, რომელიც არის რუსეთის ინტერესებში, ანუ 97 წლის საზღვრებზე დაბრუნება ნატოს ინფრასტრუქტურის, აი აქ მივდივართ უკვე ყველაზე მთავარზე. რას მიიღებს რუსეთი, რის სანაცვლოდ დაждდებიან. რის სანაცვლოდ მოილაპარაკებენ და როგორც ხვდებით ჩვენ
ძალიან არის დაჩქარებული პროცესი. პროცესი დაჩქარებულია იმითაც ბატონო დავით, რომ ის ხალხი, რომელიც 4 წლის წინ ებრძოდა ტრამპს, აი მთელი ეს მედია, სოცქსელები, მაღალი ტექნოლოგიების გიგანტები დღეს არიან მის გვერდით. მედია რადგან ახსენეთ, ტრამპმა მასკთან ერთად ერთობლივი ინტერვიუ მისცა Fox News. და გააკრიტიკეს თითქმის ყველა ესეთი დიდი მედია საშუალება, ამერიკის შეერთებულ შტატებში პოპულარული, მაგრამ უფრო ეს გლობალისტური ხაზი რომ აქვთ და ლიბერალური დღის წესრიგი, CNN-დან დაწყებული, CNBC-ზეც იყო ლაპარაკი, CBS-ი საერთოდ საშინელებაო, CBS-ი უბრალოდ ყოველთვის ჯერ კიდე მოყოლებული, რა ვიცი, კენედის შემდეგ, რაც კი პრეზიდენტები და ხელისუფლებები იყო, უფრო სახელისუფლებო ხაზი ჰქონდა. და როგორც ჩანს ტრამპს მართლა უწევს ეს წინააღმდეგობის გაწევა ჯერჯერობით, ხო მოთელო აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ზელენსკის მომენტია აქ საინტერესო. თუ გახსოვთ, აი ამ რიადში დამთავრებული და დასრულებული შეხვედრის შემდეგ ზელენსკი გადამეტებულად ნერვიული ჩანდა, გააუქმა კიდეც თავისი მეორე დღეს დაგეგმილი ვიზიტი რიადში, ბლუმბერგმა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აი ამ საინფორმაციო ნამცეცების სასაკრებად მიდის ზელენსკი. ანუ შიში ქონდა, რომ მის გარეშე რაღაცეები წყდებოდა. და ტრამპი უკვე იმ დონეზეა გაღიზიანებული ამ ზელენსკის თავნებობით, რომ პირდაპირ თქვა, რომ მას აქვს 4%-იანი რეიტინგიო. ამაზე საერთოდ გადაირია ეს. და ბანს აძლევს, ხო დღეს მაგალითად Euronews ჰქონდა სიუჟეტი, ევროპა მაინც ცდილობს, ევროპას მოდი თქვათ პირდაპირ არ სურს ომის დასრულება უკრაინაში. და ამბობენ, არა, იცით, კიევში ადგილობრივმა სოციოლოგიურმა კვლევითმა ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა და ზელენსკის უფრო მეტი აქვს რეიტინგი 57%, თუ არ მეშლება ციფრი, და რაც უფრო მეტია ვიდრე თავად ტრამპის რეიტინგიო. აი ასეთი ტექსტი იყო ამ Euronews-ის სიუჟეტში. ანუ ცხადზე უცხადესია, რომ ევროპა განაგრძობს ტრამპთან ბრძოლას. ტრამპიც უკან არიხევს, პირიქით შეტევაზეა გადასული, ასევე დაანონსებულია მის მიერ, რომ აწესებს ავტომობილებზე 25%-იან საბაჟო გადასახადს. და ნახეთ როგორი მომენტია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანუ მოსახლეობის ესეთ საკმაოდ ესეთ სოლიდურ სეგმენტში პოპულარულია ევროპული მანქანები, განსაკუთრებით გერმანული. ეს BMW იქნება თუ Mercedes-ი, ან Audi, ან ასე შემდეგ, Volkswagen-ი. და იმპორტი არის სულ რაღაც 2%. და იმპორტზე აწესებს შეზღუდვას უпростоრად. თავად ამერიკული მანქანები, ალბათ General Motors-ი უპირველეს ყოვლისა, დაახლოებით 10%-იანი იმპორტი აქვს ევროპას ამერიკული მანქანების. და ეს იქნება კიდევ ერთი დარტყმა წელს ქვემოთ ევროპისთვის, განსაკუთრებით გერმანული ავტომწარმოებლებისთვის. Volkswagen-ის ხელმძღვანელმა ისიც კი თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან გვაქვს ესეთი პირდაპირი ხაზი, რომ რაღაც ლგოტებზე ვისაუბროთ მათთან. ანუ წუხილია რეალურად, მშრომელ, ანუ პროლეტარიატში, ასე რომ ვთქვათ, გერმანულ პროლეტარიატში სერიოზული წუხილია, ვინც ახლა უფრო პრაგმატულად აზროვნებს და არ არის ამ ილუზიებში დაკარგული, იმიტომაც არის შანსი, რომ AfD-მ ალტერნატივამ გერმანიისთვის უფრო მეტი ხმები მოიპოვოს, ვიდრე, ახლა კვლევებით მეორე ადგილზე გადიან, მაგრამ აი გამოჩნდება სულ რაღაც 4 დღეში გერმანიაში არჩევნებია და ტრამპი შეტევაზეა გადასული. შედარებაც არ შეიძლება, ვთქვათ, ცალკეული ევროკავშირის ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების პოტენციალის. ამას ვინც საღათ აზროვნებს ევროპაში, ანგარიშს უწევენ. მაგრამ ესენი ვინც ილუზიაში არიან, ახლა აი მეორე შეხვედრა აქვს უკვე ხვალ დაგეგმილი მაკრონს. ტრამპმა სწორი თქვა, 3 წელი რასაკეთებდითო. ახლა იგი გასაგებია, ბაიდენი იყო და რა თქმა უნდა ხელი ეშლებოდა, ზელენსკიც ამას ლაპარაკობს. და ვინ უშლიდათ ხელს? მოეგوارებინათ ეს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი. დღეს ვინ უშლით ხელს, რომ ევროპამ გადადგას სწორი ნაბიჯები. გაუნათლებლობა ევროკავშირის სახელმწიფოს ელიტების დაბალი დონე და თქვენ ბრძანეთ გადადო ზელენსკიმ
ვიზიტი. გარდა მაგისა, რომ გადადო ზელენსკიმ ევროპას მოთხოვა 1.5 მილიონი არმიის შენახვა უკრაინული. წელიწადში 40 მილიარდი ევროს გადახდის შედეგად, ხო? რაც შეეხება გადადებულ ვიზიტს ელ-რიადში, ცოტა ვიხუმრებ, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა გლოვა, რომ აი ეს კაცი ჩამოდიო და აღარ ჩამოდისო. უფრო სერიოზულად რო გადავიდეთ თემაზე, ტრამპმა შესთავაზა გერმანიას, რომ თქვენი ჯარები შევიდეს, სამშვიდობო ჯარები ევროპის ეგიდით. რაზეც შოლცმა ისტერიულად უპასუხა, რომ თუ თქვენ არ იქნებითო, ჩვენი გვერ შევალთო. ანუ ესენი არიან გათავხედებული, ამითაც აჯანჯღარებს. ხო, გათავხედებული ძველი დიდები შეპყრობილი ოკუპანტები, ხალხი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, გამდიდრდნენ სხვის სისხლზე და კონტინენტების ძარცვაზე და დღეს დაუბრუნდათ ის, რომ მათ ძარცვავენ და ისინი გაიძარცვებიან უღმერთოდ. რაც შეეხება და კიდევ ერთი, თქვენ რა ბრძანეთ? ომის გაგრძელება უნდა დასავლეთსო, ხო? ამ შემთხვევაში დასავლეთს რომ ამბობ, გულისხმობ ევროკავშირს. თუ ომი გაგრძელდა, შემიძლია 90%-ის სიზუსტით გითხრათ, რომ ეს ომი გადავა აღმოსავლეთ ევროპაში. გადავა, იმიტომ რომ ესენი ისე არიან ატეხილები, რომ ნებისმიერი ქმედება რუსეთის მიერ ნებისმიერ გადადგმულ ნაბიჯზე ამერიკის შეერთებული შტატები აწევს ხელს და შეხედავს ძალიან მშვიდად. მით უმეტეს ის მეხუთე პუნქტი, რომელიც უნდა გავრცელებულიყო, თქვა ფრანგული ან გერმანული ან ნებისმიერი ნატოს ქვეყნის სამშვიდობოების განთავსებაზე, მეხუთე პუნქტი მათზე არ ვრცელდებოდა. ანუ რა მოცემულობა გვაქვს? სრულ კაპიტულაციას ითხოვს რუსეთიც და სრულ კაპიტულაციას ითხოვს ამერიკის შეერთებული შტატები ევროპისგან. ჩვენ როდის ვთქვით, ბატონო დავით, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი და შტატები დაждდებიან სასაუბროდ და გაიყოფენ ყველაფერს, რასაც ისინი თვლიან, რომ ეკუთვნით, ან არ ეკუთვნით. ტრამპის სიტყვებს დააკვირდით, რაც თქვა, რომ რუსეთს შეეძლო თავისუფლად დაებომბა ეს ქალაქები, უკრაინის ქალაქები და იმას მიუთითებდა, რომ ახლა უკვე ნანგრევებად არის ქცეული უკრაინა და უბრალოდ არ სურს უფრო მეტად იყოს განადგურებული ეს ქვეყანაო, რუსეთს. თორემ რომ დომებოდა ამ ყველა ქალაქებს გაანადგურებდაო. ან ტრამპი ამბობს ამას, მე ხო არა. ბავდავით, მოდით ახლა ესე ვთქვათ. ვთქვათ, აი დაუშვათ, რომ სამხედრო ოპერაციის, სპეციალური ოპერაციის დაწყებიდან 2-3 კვირაში დანებებულიყო უკრაინის ხელისუფლება, გაქცეულიყო ზელენსკი და იქ მოსულიყო პრორუსული იქნება თუ არა აქვს მნიშვნელობა. ხელისუფლება, რომელიც იქნება ნეიტრალური მაინც, ხო? ჩვენ რა შედეგი ექნებოდა რუსეთს? მიუხედავად აი ძალიან დიდი მსხვერპლისა, რაც დღეს აქვს რუსეთს, ну დიდი მსხვერპლი აქვს აზია საუბარი. უკრაინა დარჩებოდა ისევ პროდასავლური მენტალობით, მით უმეტეს დასავლეთ, ჩრდილო-დასავლეთ უკრაინა, ევროპას ისევ ექნებოდა ის ეკონომიკური სამხედრო პოტენციალი, რომელიც ომის დაწყებამდე ჰქონდა და რუსეთს ექნებოდა ახალი თავსატეხი. ხო, დონბასი, ლუგანსკი, რა თქმა უნდა დარჩებოდა უკრაინის შემადგენლობაში, რა სტატუსით ეს სხვა საქმეა და უკრაინა შენარჩუნდებოდა როგორც ერთიანი სახელმწიფო. დღეს რა გვაქვს? ისევ ვიმეორებ, ევროპა პრაქტიკულად არის გაძარცული ყველანაირად, მათ ბოლო კაპიკები გაიღეს და ბოლო იარაღი მისცეს, ეკონომიკური კრიზისი გერმანიაშია და ეს მთელ ევროპას მოედება, უკრაინა როგორც სახელმწიფო ერთიანი აღარ არსებობს და ამ ფონზე რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი და რუსეთის ეკონომიკა მიუხედავად 15-20,000 სანქცია უკვე ვეღარ ითვლიან. დღეს კიდე მე-16 პაკეტზე შეჯერდნენ ელჩები ევროკავშირის. აი უყურეთ, ევროკავშირის არ მინდა ახლა სიტყვები ვთქვა, მაგრამ შეურაცხყოფის მიყენება არ მიყვარს მე. არაწინდახედულობა, ასე ვთქვა, წინდაუხედაობა. აი ამ ფონზეც კი ეს უკვე ისტერიკის მაჩვენებელია. ისტერიკის აგონიის აღადგენენ ჩtildeო ნაკადს. ეს კიდე ერთი დამატება, ზუსტად აი ამ ჩtildeო ნაკადების და აი ამ ნაკადების და მიწოდების თემაში უკრაინა ძალიან კარგად ჩაждდება ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის ინტერესებში და ჩვენ მივიღებთ იმას, რომ რუსეთმა მესამეჯერ გაიმარჯვა გაერთიანებული ევროპის წინ და ეს გამარჯვება საკმაოდ მძიმე დაუждდება. ანუ თუ ნაპოლეონის მერე ვერ გააკეთა რუსეთმა დასკვნა და საბჭოთა კავშირმა მერე გამოიჩინა გარკვეული მობიერება იქნება თუ მიტევება იქნება თუ ასე შემდეგ, დღევანდელი რუსეთი აღარ დაუშვებს იმას, რომ კიდე ერთხელ
მის წინააღმდეგ შეგროვდეს 50 ქვეყანა პლუს მინუს და აი მთელი ეს სამხედრო ეკონომიკური და ადამიანური რესურსი მიემართოს რუსეთის რაზე იყო საუბარი? რუსეთი განადგურებული იყო. აქ ხო არ იყო საუბარი რაღაც იმაზე, რომ რუსეთი დავასუსტოს. გეგმა ეს იყო, ანუ უკრაინა უბრალოდ იყო კატალიზატორი ამ საკითხის. როგორც გიტლერს ჰქონდა გეგმა რუსეთის საბჭოთა კავშირის დაპყრობის, იქ მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობაზე დაყვანის, ნედლეულის, ასე ვთქვათ, ურალსიქით ნედლეულის, ასე ვთქვათ, ბაზა უნდა ყოფილიყო, ის მიწები, რომელიც ისინი თვლიდნენ, რომ საცხოვრებლად მათთვის კომფორტული იყო, უნდა დასახლებულიყო არიული რასა. ანალოგიურ მდგომარეობაშია. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთთან ლაპარაკი რაოდენ რთული იქნება ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ოდესმე მას უქმნიდა პრობლემას. და ის რიტორიკა, რომელიც აი უკვე პუტინის და ტრამპის საუბრის შემდეგ გაჟღერდა ლავროვის მხრიდან, აი ესე უნდა გველაპარაკონო. ღირსებით უნდა გველაპარაკონ და ძილობიან. დადებითად იყო თავად ეს შეხვედრა შეფასებული, ანუ პუტინმაც თქვა, რომ სასარგებლო და კარგი შეხვედრა იყო და ტრამპმაც. არა, მე ვსაუბრობ ტრამპის და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ უკვე რიტორიკა იყო შეცვლილი. ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო შეიცვლება. მეც გეტყვით, ევროპაში პოლიტიკოსებისგან განსხვავებით საქმიან წრეებს რამის აი ხატოვნად რომ თქვათ მირონიზდით სიხარულისგან. რადგან მოხდა გარღვევა ამ 3 წლის განმავლობაში რუსული და ამერიკული დელეგაციების შეხვედრა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა და ნუ ეხლა ევროპელები ბევრს ცდილობენ, ეხლა ეს მაკრონი ვერ ისვენებს, აგერ გუშინ წინ ქონდა ის 11 ლიდერი რო შეკრიბა, ვერაფერი ვერ მიიღეს. პირიქით უმეტესობამ ამ 11-დან ბარე 7-მა თუ 8 წინააღმდეგობრივი განცხადებები აკეთა ამ ერთიანობასთან დაკავშირებით. ახლა მეორე მოიწვია, სადაც უფრო მეტი 30 ქვეყანამდე უნდა მოვიწვიოთო, მათ შორის არაევროკავშირის წევრები. ანუ რის მიღწევა სურთ, აი გასაგებია რომ ცდილობენ შეინარჩუნონ ესეთ რაღაც ყალბი ერთიანობა, მაგრამ არ გამოსდით. არ გამოსდით, ნუ არც გამოუვათ. აი რაც შეეხება იმ ჯარების გადასროლას, ახლა მე რატომ ვთქვი, რომ ტრამპი ცდილობს, რომ საერთოდ ევროპა ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ნუ ტრამპიც ეშმაკობს, რომ კი, კარგი იქნება თუ გააგზავნით თქვენ კონტინგენტსო. ანუ ეს რამდენიმე ქვეყანა სამშვიდობო კონტინგენტს, მაგრამ სამშვიდობო კონტინგენტი, ეს თვითონ ფრაზა არის დიდი ბლეფი უკრაინის საკითხში. და მე ახლა შევეცდები ავხსნა რატომ არის ბლეფი. რუსეთი აწარმოებს იქ კონკრეტულ ომს, კაზუს ბელიდან გამომდინარე, საბაბი ქონდა დაიწყო შევიდა ომობს. სამშვიდობო კონტინგენტი იქ რო განთავსდეს, თავად რუსეთი როგორც მხარე ამისი წინააღმდეგი არ უნდა იყოს. წმინდა იურიდიული ასპექტი. მაგრამ რუსეთი აქვე არის წინააღმდეგი და მეტიც ამბობს, რომ არ დავინახო არც ერთი ეს ნატოს წევრი ქვეყნები იქ. ტრამპმა ისიც კი თქვა, რომ მეხუთე პუნქტის გარეშეო. ანუ გამორიცხული ამბავია ეს, რომ იქ რომელიმე ევროკავშირის წევრი, ან თუნდაც ბრიტანეთის სტარმერი აცხადებს, რომ კი მზად ვარ გავაგზავნოთ იქ კონტინგენტიო, მაგრამ ეს გამოიწვევს ნამდვილ არმაგედონს. ანუ პირდაპირ ისკანდერებს და თუ კი რამე აქვს, აი ბალისტიკური ყველაფერს თავზე როგორც წვიმა ისე დაეცემათ ყველაფერი. ერთი ორი არეშნიკი ჩავარდება ევროპაში და დასრულებულია. ჩვენ მე ეს ზახაროვამ თქვა, თვითონ ევროპას მოელის ძალიან საშინელი დღეო. ჩვენ საიდანაც დავიწყეთ საუბარი, რომ ევროპაში გადავა ეს ომი. გადავა და ევროპა დაახლოებით რამდენიმე კვირაში დანებდება, აღარა აქვს რესურსი. რაც თქვენ ბრძანეთ, იმაზე გეტყვით რა. ევროპა მაგონებს ქართულ ოპოზიციას. ანუ ისტორიკაში ჩავარდნილი, უკვე გონება დაკარგული, დაბალი ინტელექტუალური, პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობების, მაგრამ არ ტყდებიან. ისინი რო ხა გაჩერდნენ, პრაქტიკულად გაჩერდნენ და დანებდნენ ბედს. მაგრამ ეს ამპარტავნობა, ამბიციები, ასე ვთქვათ, ცივილიზაციური თუ როგორც ფანტომური როგორ გდება დავარქვათ, ეს არ ასვენებს და ატეხილები არიან. იმდენად მძიმე დაამთავრებს ევროკავშირი და ახლა ის მე ვაკითხვა, ჩვენ აწი მე მაინტერესებს ძალიან ჩვენი ლიბერალური ოპოზიციის წარმომადგენლები კიდე საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში, ჩვენ მივდივართ ევროპისკენ და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ რა უნდა მოხდეს კიდე ისეთი, რომ ევროპას ითქვას უარი კი არა, ევროპა აღარ არსებობს, ევროკავშირი აღარ არსებობს. რომელ ევროკავშირში არ, რომელ ნატოზე აღარ არის საუბარი. ნატოზეც ბატონო მიხეილ, ნატოს რაც შეეხება.
ხლა ჩვენთან მე მინდა უბრალოდ მოვიყვანო მაგალითისთვის ახლა დაიწყო და პრინციპში სწორია რომ სამშობლოს ღალატის შესახებ საქართველოს პარლამენტმა უნდა იმსჯელოს კანონში გაჩნდეს მუხლი ისევ დაბრუნდეს ხო დაბრუნდეს ხლა კი მაგრამ ერთი მხრივ ეს ცუდი არ არის ხლა ვიხილეთ რა აქ უამრავი მსტოვრები რომლებიც დარბიან ხან ბრიუსელში ხან სტრასბურგში ხან ვაშინგტონში მაგრამ ნუ მათი უმეტესობა ჭკუას უსტია ახლა ჩემი დაკვირვებით რასაც მათ განცხადებებს რო უსმენ მაგრამ სანამ ამ კანონში ამ სამშობლოს ღალატზე შემოგაქ ესეთი რაღაც იმაზე მეტი ღალატი რა არის როდესაც მართულმა ჯიბის პარლამენტმა სააკაშვილის დროინდელმა ისევ და ისევ აი ამ deep state-ის აწეული ესე ჩაწოდებით და შესაძლოა იქ დიდი ფულიც დარიგდა კონსტიტუციაში ვიღაც პადოშვებმა და ვიღაცეებმა ჩაწერეს ეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჯერ ეს ამოიღონ ეს ნატოში ინტეგრაციის მუხლი, ანუ ნონსენსი საერთოდ და აბსურდი. ხვალ რომ ნატო დაიშალოს, ჩვენთან ეს ჩანაწერი უნდა დარჩეს თუ როგორ არის? არა. აი ეს უბრალოდ კითხვას საჩენს ლოგიკურად. ფიზიკურად ვერ ამოიღებ ამ კონფიგურაციის პარლამენტში. ნუ ეს კი ეს არის. მაგრამ არის საშუალებები, რომ შეუთვალო ამერიკელებსაც და რუსეთსაც, რომ მე ვიწყებ თქვენსკენ სვლას, იგივე დიპლომატიური ურთიერთობა, იგივე ვერბალურად გაჟღერება, რომ რა დროს ნატოა, რა დროს კატოა, რა დროს ევროპაა. და ამითი მივაწვინოთ ხმა რომ ჩვენ ასე ვთქვათ ზდაიუმსუ ფილმში რო არის ჯენტლმენი უდაჩი ანუ ეს უნდა გავაკეთოთ მაგრამ ამის გამკეთებელი მე დარწმუნებული ვარ თქვენ კანონი ბრძანეთ ის შესახებ სამშობლოს ღალატის განსაზღვრებას ახლა არ დავიწყებ მოყოლას ყველა დაახლოებით ვიცით ან ხვდებით რაზეა საუბარი აქ არის საუბარი ბოლო 30 წლის შეფასებაზე უნდა შეფასდეს ყველა იმ ხელისუფლების ქმედება, რომელსაც გამოიწვია ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ეს იყო 2092 წელი აფხაზეთი, ეს 08. ეს არის ცოტა ადრეც გადავიდეთ, რა ხდებოდა და სამშობლოს ღალატი დადგა. მე მინდა თუ არ მინდა, ჩემი ქმედები თუ მე გამოუსწორებელი ზიანი და დღესდღეობით ჩვენ გამოუსწორებელი ზიანი გვაქვს, დაკარგული ტერიტორიები, არ ჩარჯერჯერობით არაფერი, ეს არის სამშობლოს ღალატი. ექიმის ღმერთო დაიფაროს ნებით თუ უნებლიეთ თუ ავნო პაციენტს ის უნდა დაისაჯოს. ამიტომ სამშობლოს ღალატს უნდა დაემატოს გუშინ თქვი ინტერვიუში რომ უნდა დაემატოს ქონების კონფისკაცია, უნდა დაემატოს ის მუხლები, რომელიც ადამიანს გაფიქრებაც კი არ მისცემს იმის საშუალებას, რომ მოიპაროს და კომუნისტების დროს მე მგონი 100,000 მანეთზევით იყო დახრეტა თუ არ ვსწრები რა. ანუ შემაკავებელი ფაქტორი არც ერთ ხელისუფლებას არ უგია პასუხი არ აგო თავის ქმედებაზე. და ლოგიკურია, როდესაც მე ჩავიდინე დანაშაული, თქვენ ჩემ შემდეგ მოსული, ხედავთ რომ მიშას საპატიეს, დათოს საპატიეს, ირაკლის საპატიეს, პეტრეს, პავლეს და ხა მე რატომ უთხოვენ? ანუ პრეცედენტი თუ დაიშვა ამისი, მე როგორ ყველა მიხვდება რომ არ არის საჭირო შვიცართულიანი და სასახლეების აშენება ნაძარცვიფულით, ხო? მოდით შევთანხმდეთ რა, პრობლემები არის ამ კუთხით, პრობლემები იყო სააკაშვილის დროს და ეს ავტომატურად აი ამ ლიბერალური ისევ მეორე ოცნებაში ჩანერგილი თუ გადმოსული თუ როგორც არის ამ ლიბერალური ძალების მხარდაჭერით ძალიან ბევრი რამ ხდება ისეთი რაც მოსახლეობისთვის მიუღებელია და სამდინარაძემ თქვა დღეს რომ ჩვენ მაშინ არ გვაძლევდნენ საშუალებას რომ მოგვესპოვო ესენი მეც ნათქვამი მაგრამ კი მაგრამ როგორ ვინ არ აძლევდა საშუალებას ნუ არ აძლევდა საშუალებას დასავლეთი როგორ არ აძლევდა იგივე ფინანსური მუხარით იგივე სამხედრო პროვოკაციით ნუ დღეს აი ამ ომმა ყველაფერი შეცვალა და ტრამპი მოვიდა მაშინ, როდესაც იყო საჭირო მისი მოსვლა, რომ სოფლიო შეცვლილიყო და აი ეს ბირთვული კატასტროფა არ უხდარიყო. საქართველოს დღეს გვაქვს კიდევ უნიკალური შანსი იმისი, რომ ჩვენ მოსახლეობას დავანახოთ რა გვიქნეს 35 წელი, 33 წელი ავიღოთ, რას უშვებია საქართველოს. მეორე უკრაინა უნდა გავხდარიყო და რიბკოვის ულტიმატუმში მეორე პუნქტის მეორე ქვეპუნქტი უკრაინასთან ერთად საქართველოს უკრაინა ნატოს გარეშე. აი ეს შესაძლებელია. ჩვენ ამაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა და ეს გასაკეთებელია. როგორ გააკეთებს? ჩვენ წინა გადაცემაში მე მგონი ბატონ თენგისთან ვისაუბრე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ყველა დამშვიდდეს. მეზობელიც, შორებელიც, ახლობელიც, წერის და მოყარეს. მაგრამ ესენი აქაური ლიბერალი დღეს უსმენთ სხვა შორის საერთოდ მასმედია, ლიბერალური მედია ამ შეხვედრას ძალიან ერიდება, ესეთ
ვითომ არ მომხდარა არაფერი და ეხლა მე-10 ხარისხოვანი ოპერატორი გაიტაცეს თუ იმ ქალბატონმა დაამთავრა მშილობა, ამაზე არის აწყობილი მთელი ლიბერალური მედიის დღის წესრიგი, რომ აი რას აკეთებს ბიზნეს ივანიშვილი იმასაც კი არ ამბობენ ამ კანონის შესახებ, ღალატის მუხლის შესახებ და ნუ დღეს ჩვენ ხომ ნახეთ ლავროვის განცხადება სახელმწიფო სათათბიროში. კი, ამ მინისტრის საათის ფორმატში იყო კი ეს გაკეთებული ეს განცხადება და ლავროვი ამბობს რომ დღემდე არის თავისუფალი სკამი სავარძელი საქართველოს წარმომადგენლისთვის 3+3 ფორმატში მონაწილეობისთვის. ანუ საქართველოს ადგილი ჯერაც მოლოდინშია რომ დაიკავოს ადამიანმა ვინც წარმოადგენს მოლაპარაკებებში მას. აქედან ახლა შევეხმიანოთ ჩვენ მართლ პარტიას და ბატონი მდინარაძის განცხადებას და გავაგზავნოთ მისი განცხადება, ხო? კარგით, მას უშლიდნენ ხელს რიგი გადაწყვეტილების მიღებაში. დღეს ხომ ეს ხელი შეშლა უკვე გაცილებით დაბალ ნიშნულზეა. 2 თვის მერე გარანტირებულად გეუბნებით. აქ ხელი შემშლელი ოცნებისთვის. გინდა 3+3 შედი. გინდა ბრიქსში შედი. გინდა ევროზეში, ევრაზიულ კავშირში შედი. სადაც გინდა იქ შედი. ოღონდ ამერიკის შეერთებული შტატები, ოღონდ შენმე დამანებე თავი. შენი თავი აღარება და სადაც გინდა იქ შედი. და მე იცით რა მწყინს რატო აი ჩვენი პარტია რამდენი ამ წელიწად ახალს განმავლობაში 2 წელი უკვე 7 დეკემბრიდან მოყოლებული რამდენი შეურაცხყოფა რამდენი ძიმე განაჩენი გამოგვიტანეს ხანმკვლელები ხან მოღალატეები ხან რა გვეძახეს ხან პუტინისტები და ხან კრემლისტები და რა ვიცი 1000 სისულელეები მაგას მეძახიან მაგრამ ხო მაინც ისე მოხდა ყველაფერი როგორც ჩვენ ვამბობდით ხო მაინც ისე მოხდა ყველაფერი და ჩვენ მაგალითი მივეცით და მაგალითს ვაძლევთ იმის როგორ უნდა იმუშაოს პარტიამ და ამის მაგალითზე როგორ უნდა იმუშაოს ხელისუფლება თქვენს ნებართვით დღეს ჩვენ პატარა სიუჟეტი გქონდა თქვენ რომ მითხარით და რეჟისორს ვთხოვთ ამ დღე აი რამდენიმე დღის წინ ბატონი მამუკა ფიფია შეხვდა ბატონ ზუგანოვს ბატონ ზუგანოვი არ არის მარტო კომუნისტური რუსეთის კომპარტიის თავმჯდომარე ეს არის პრაქტიკულად მეორე მესამე პირი პოლიტიკური ზუგანოვი თეთრ ცხენზე იჯდა უკვე პრეზიდენტობა უნდა ეზეიმა და ასე ვთქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაფერი გააკეთა მარიონეტი ელცინი გამოაცალეს ამ ადამიანს და ეს საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ფიგურაა რუსეთის სინამდვილეში და აი მსგავსი შეხვედრებია აუცილებელი და მე მადლობა მინდა უთხრა ბატონ მამუკას პარტიის სახელით ჩვენი სახელით რომ ამ ნაბიჯებს დგავს და ეს ნაბიჯები უნდა გაათამამოს უნდა მისეს მეტი მუხტი ხელისუფლებას რაც მეტი თადარიგი იქნება დაჭერილი ყველა მოთამაშესთან ან მსხვილ პარტიებთან რუსეთში ეხლა იქ 1000 სისულელეებს ბოდავენ ეხლა იქ დასავლეთში მიღებ სტერეოტიპად აქვს ჩამოყალიბებული რომ აი ალიევი ავტორიტარია ერდოღანი ავტორიტარია იქ თურქმენეთი ყირგიზეთი რუსეთიც ავტორიტარულია ყველა ავტორიტარულია მათთვის გამიგეთ აბა ვინ არ არის ავტორიტარული საფრანგეთი და გერმანია რომელიც იშლება თუ შეიძლება აი ეს რამდენი წუთნახევრიანია მე მგონი სიუჟეტი გავუშვათ სტაროვოიტოვა უხსნიდა ელცინს, რომ საქართველოში მივიდნენ ბოროტი ბიჭები მოსკოვიდან, რუსეთიდან და დაიპყრეს საქართველო. ვერ მოვიტმინე და ვუთხარი, რომ ახლა წაგიკითხავთ გეორგიევსკის ტრაქტატის პირველ წინადადებებს და მიმართვას რუსეთის ხელმწიფის მიმართ, რომლის მიხედვითაც საქართველოს თხოვს რუს ხელმწიფეს დახმარებას, რომ შიდა დაპირისპირებისა და გარე აგრესიის შედეგად დაიღუპა ჩვენი კაცების ნახევარი და თუ ასე გაგრძელდა იქნება სრული კრახი. ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ ბევრი ჩამოვიდა რუსეთში თავისი პატარა ქონები. ასევე შორიახლოს, სადაც მე ვცხოვრობ, ზურაბ წერეთელს აქვს მუზეუმი სახელოსნო, რომლის წინ დგას ძეგლი, ზედ ქართულ ენაზე დატანილი ტრაქტატის მთავარი მცნებები. ერთ-ერთ არმიას, რომელიც შევიდა პარიზში და იბრძოდა ნაპოლეონის წინააღმდეგ, ხელმძღვანელობდა თქვენი თანამემამულე. ამიტომ მე სიამოვნებით გიხდით მადლობას თქვენ. დიდი მადლობა თქვენი ასეთი აქცენტისათვის. გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით. ისე დაემთხვა, რომ ჩვენმა პარტიამ შარშან გააჟღერა, რომ ჩვენს ქვეყნებს სჭირდებათ ახალი გეორგიევსკის ტრაქტატი. გეორგიევსკის ტრაქტატი 2. მიუმართეთ რუსეთის პრეზიდენტს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს. რომ ჩვენ გვჭირდება გაერთიანება და გვჭირდება უფრო სწრაფი ნაბიჯები თუ ვიარო ერთმანეთისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ძლევამოსილი მტრები, რომლებიც მრავლად არიან ცალ-ცალკე დაგვამარცხებენ და პირველ რიგში კი საქართველოს მოაქცევენ თავიანთი გავლენის ქვეშ. ჩვენ საერთო მტრები გვყავს, რუსეთსაც და საქართველოსაც. რუსეთი დიდია და მას ვერ გაუმკლავდებიან.
თუ ჩვენ არ გვექნება ახალი ტრაქტატი, რაც პირობითი დასახელებაა და დასახელება შეიძლება იყოს რამე სხვაც, ჩვენ რეალურად აღმოჩნდებით და უკვე აღმოჩნდით ცუდ სიტუაციაში. პრაქტიკულად დღეს საქართველო იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის. ღმერთის წყალობით ჯერ ყველაფერი გამოგვდის. ჩვენ მაინც ვიყურებით რუსეთისკენ. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ რამე რომ მოხდეს ვიცით, რომ რუსეთი ისევ დადგება ჩვენს გვერდით. ბატონ ტაისაევთან ხშირად ვუსვამთ ხაზს, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი უფრო ძველია ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. უღრმესი მადლობა. მოგდებით, ეს იყო ამუნარიდი იმ შეხვედრისა, რომელიც შედგა სახელმწიფო სათათბიროში, იქ იყო საუბარი ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, იმ პერსპექტივებზე, რომელიც გაიხსნება, ყოველდღე იხსნება. ნებისმიერი შეხვედრა, რომელიც შედგება ამერიკის და რუსეთის შორის, ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგათ, უფრო თამამი ნაბიჯი გადავდგათ და გეორგიევსკის ტრაქტატზე რატოა საუბარი, ეს ხო ესეთი განზოგადებული კრეფსითი სახელი შეიძლება იყოს, რომლითაც ჩვენ დავიწყებთ ურთიერთობას. და ეს ურთიერთობა მოგცევს იმის საშუალებას, რომ არავიზე დამოკიდებული არ ვიყო და ერთ საიდუმლოსაც გავამხელ. დღეს რომ შენ რუსეთს ეხვეწო, შენ შემოადგენლობაში შემოვა და მარჩინეო, ამაზე რუსეთი წამსვლელი არ არის. ვინმეს არ ქონდეს ილუზია, რომ ახალი საბჭოთა კავშირი და კიდე ერთი 4-ზე გვექნება დაფინანსება. ახლა სხვა ურთიერთობა იქნება. ზუსტად ამიტომაც არ აიღო კიევი, როგორც აი ამ შტერ გლობალისტებს სულ პირზე აკერიათ, აი სამ დღეში კიევი უნდა არ აიღებდა, არ ჭირდება, იმიტომ რომ ანტირუსულ განწყობილ ადამიანს რუსეთი არ შეინახავს, ანუ საბჭოთა კავშირი აღარ არის, ხვანაერი მოცემულობა არის. ახლა რუსეთი არის კაპიტალისტური ქვეყანა. კაპიტალისტური ქვეყანაცაა და საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი ალბათ პატარა იდეოლოგიური მორყება რომ მოხდა სტალინის მკვლელობის შემდეგ, ეს იყო რომ ადამიანური ურთიერთობები დაირღვა. სახელმწიფო, რომელიც არ ზრუნავს თავის ადამიანზე, ის იმ სახელმწიფოს მომავალი არ აქვს. შენ თუ არ იზრუნეს შენ უბრალო ადამიანზე, გლეხზე, მუშაზე, მასწავლებელზე, ნებისმიერ დარგის არა ოლიგარქიაზე, არა იმ ხალხზე, ვის მერქთამეობით და სხვათა ჩაგვით იხვეჭს ძალიან დიდ ფულს, ამ სახელმწიფოს მომავალი არ აქვს. ჩვენ დავქცინოდნენ და ეხლა დაცინ არის ლუკაშენკოიზაცია და ლუკაშენკოს ამსგავსებდნენ ამ ხელისუფლებას, რომ ლუკაშენკოსკენ მიდისო. ღმერთთანაც ავიდეს. ღმერთთანაც აი რასაც ახლა ბატონ მამუკა მოღვაწეობს და ჩვენ შეხვედრები გვექნება. მალე ეს სიტუაცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გაიხსნას ხალხი უნდა მიხვდეს მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე მიხვედრილია. ისინი ვინც ვერ ხვდებიან ბატონო და თქვენ კარგად გახსოვთ თქვენი ბავშვობიდან გამომდინარე რუსეთთან ურთიერთობა. იყო ღირსეული შაუმიანზე ბრეჟნევმა რომ გაიარა ჩაიკით ისეც მახსოვს. ისიც გახსოვთ ხო? მე უფრო კარგად მახსოვს, თქვენზე გაცილებით უფროსი ვარ. უფროსი ვარ ყოველ შემთხვევაში. მე ისიც მახსოვს, როგორი ღირსებით ჩადიოდნენ ქართველები. აი რასაც ახლა ბატონი ზუგანოვი ამბობს, როგორი ღირსებით გვიღებდნენ ქართველებს და აქედან ჩასული ქარხნის დირექტორი თუ საწარმოს ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილესთან შედიოდა და ქართველი რო იყო, იმიტომ ქონდა აი გაღებული, ანუ ეს შარმი რომელიც ქართველებს ჩვენ ქონდა და რომელიც დავკარგეთ, იცით რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვითხრეს რომ რუსეთი არის ის საზიზღაე, რომელსაც თქვენ ყველაფერი წაგართვა და ამ დროს 35 წლის განმავლობაში ჩვენ წაგვართვეს ყველაფერი რაც ქონდა ადამიანობიდან დაწყებული. ჩვენ ყველანი გავხდით ის აღარა ვართ რაც ვიყავით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ჩვენი პარტია მაქსიმუმს აკეთებს და კიდე გააკეთებს. კიდე უფრო საინტერესო ნაბიჯები გადაიდგება უახლოეს პერიოდში და კიდე უფრო მეტი გარღვევას შევესწრებით. ოღონდ აქ ერთი პარტია და 10 პარტიაც არ არის საკმარისი. თუ ოფიციალური ხელისუფლება არ ჩაერთვა ამაში და დღეს იდეალური ფონი იქნება ამისთვის და ვერავინ მაკრიტიკებელი არ დარჩა. საქართველოს ხელისუფლებას გაუმართლა ეს წინასწარ დაგეგმილი იყო, იცოდა ბატონმა ივანიშვილმა ამის შესახებ, წინასწარ ინფორმაცია ქონდა, არ ვიცი, შეიძლება ქონდა კიდევაც, არ გამოვრიცხავ, ისეთ წრეებში ტრიალებს, ხო? დღეს აბსოლუტურად გახსნილი გვაქვს ველი. რაც გინდა ეს აკეთე. გინდა რუსთან დაჯექი, გინდა ჩილოკორეელთან დაჯექი, გინდა ინდუსთან დაჯექი, ინდოეთთან დაჯექი და გინდა ჩინეთთან დაჯექი. არავის შენი გამკრიტიკებელი არ არის, იმიტომ რომ ვინ შენ გაკრიტიკებდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ყველას იმდენად ძიმეთა აქვს საქმე, რომ თავის ქვეყანები ყავს მისახედი. და შენც აღარც და ჩვენ ბევრჯერ გვითხოვს. ნეტა ორი მომენტია, შენი მტერი ამ შემთხვევაში ევროკავშირი, ან ისე კარგად იყოს რომ შეგვეშვას, ან ისე ცუდად იყოს, რომ ჩვენი თავი არ ქონდეს. ხო, მაგრამ გუშინ აი ერთ-ერთმა ევროპელმა ეგ წიაღში რომ ჩინოსანი იყო, მოკლედ ერთ-ერთი, ხო, გვარი და სახელი არ მახსოვს.
ევროსაბჭოში მოღვაწე, თქვა რომ ახლა ის მომენტია, რომ საქართველოში ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ, ჩვენი ბრძოლის ხაზი გადის საქართველოსეო. ანუ ეხლა ჩვენ საქართველოში ძალისმიერი მეთოდებით ხელები უნდა გადაუგრიხოთ ამათ ქართველებსო და ჩვენს დომინირებულ ეს მდგომარეობაში, ანუ ჩვენ წიაღში უნდა შემოვათრიოთო. დაახლოებით რომელ წიაღში? აი, რასაც გულისხმობენ ევროკავშირის სახით. ესტონეთის საგარეო თქვა მეგონი თუ ავსწრები ქალბატონია, რომ ჩვენ დავიცავთო ევროკავშირს რუსეთის აგრესიიდან. ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი. თუ ლიეტუვის აღარ მახსოვს. და ანუ და ვიღაცამ დამიწერა პოსტად, რომ რას ეწევიან ამისთანასო. ანუ მოწევაზე ახლა აქვე გამახსენდა ლავროვს უთხრეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ აი ზელენსკიო ასეთ განცხადებებს აკეთებსო, რომ უკრაინის გარეშე ან მონაწილეობაზე ეს შეხვედრა ერიაჩი რაც შეხვდა და ასე შემდეგ. ანუ როგორც მხარე არ არის უკრაინა წარმოდგენილი, ხო და ანუ ეს სხვადასხვა ტიპის განცხადებებს აკეთებსო და ახლა ლავროვმა ეს გამჭრიახი ჭკუის კაცია და ეს ხუმრობით უპასუხა, რომ ზელენსკი განცხადებებს იმის და მიხედვით აკეთებს, თუ რა მოწია ან რა დალიაო. ხო და დაახლოებით ესეთი მომენტი. ჩვენ ეხლა მე მაგალითად ბედნიერი კაცი ვარ დღეს, რომ კი არ მოვესწარი, დაჩქარდა. ამას რომ მოვესწრებოდით ღმერთს წყალობით რაღაცა, შეიძლება ხვალ საერთოდ სხვა სიტუაციაში ვიყოთ, მაგრამ ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ სოფლიო ვეღარ დაბრუნდება იმ უბედურებაში, რა უბედურებაში ჩვენ ვიყავით. ვეღარ დაბრუნდება ბევრი მიზეზის გამო. სოფლიო არის შეცვლილი და სოფლიოს შეცვლა ისევე როგორც 51 წელში აიძულეს საბჭოთა კავშირი. ჩართული იყო იმ ომში და მოეგო და დაენგრია დასავლური იმდროინდელი ფაშისტური ევროპა. ანალოგიური მდგომარეობაა დღეს. არაფერი არ იცვლება. ბევრჯერ გითხრავს, იცვლება ტანსაცმელი და იცვლება კომუნიკაციის საშუალებით. ტანსაცმელიც არ იცვლება ხშირ შემთხვევაში, ხო მოდა. ამიტომ დღეს უნდა გადავდგათ გაბედული ნაბიჯები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქართულ ოცნებას. მაქსიმალური ფორსირებით მოხდეს სამეზობლოსთან ურთიერთობა, 3+3-თან ურთიერთობა და ყველა იმ ქვეყანასთან ურთიერთობა, სადაც ჩვენი ინტერესია და არც ერთი ნაბიჯი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო, იმიტომ რომ ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო პირველ რიგში მოუტრალდება მართლ პარტიას. ეხლა აუცილებელია სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს არის საერთო მოცემულობა. იმიტომ რომ თქვენ რა ძანეთ ეხლა დასავლეთი ბოლო ცენტებს შეაგროვებს და შეესთებიან ესენი დააფინანსონ, მაგრამ მორალურად გატეხილები არიან მათი პატრონები. ამერიკის შეერთებულ შტატებმა მიატოვა, დასავლეთს თავის გაჭირება აქვს ვიმეორებ და ეხლა არის ის მდგომარეობა, მე ურჩევ აქედან ჩემი ნაცნობები არიან ბავშვობის მეგობრები და ახლობლები ამ ლიბერალურ გაერთიანებებში. დამშვიდდით, შვიდად იყავით, არავინ თქვენ არაფერს არ გიზავთ. აი როგორც დასავლეთს არ უპირებდა და თვითმფრინავებზე გამოკიდება არ მოელით როგორც ავღანეთში. არავითარ შემთხვევაში ახლა რა თვითმფრინავებზე გამოკიდება, მაგრამ მეც მყავს ასეთი კონტინგენტი, რომლებთანაც კამათი მაქვს ხშირად. ბატონო დავით, თქვენ მე არ ვიცი თქვენი მეგობრები რას ვიყურებთ, მაგრამ ჩემი ნაცნობები ძალიან სერიოზულად ფიქრობენ წასვლას ქვეყნიდან. ძალიან სერიოზულად არის ეს მომენტები. ქვეყნიდან აპირებენ ყველაფერი გაყიდონ და წავიდნენ, მაგრამ ახლა დილემის წინაშე დგებიან. აქვე ვიტყვი აი მათ გასაგონად, მაგალითს მოვიყვან. ბონში, როდესაც ცხოვრობდი და კვალიფიკაციაზე ვიყავი, მთელი 1 თვე მომიწია ცენტრში ვცხოვრობდი ქალაქის. პოპელსდორფ ალეესთან. და იქ არის პატარა ძველი სასაფლაო. და ერთ ქალს ვუთხარი, ხო მე გერმანულად არ მქონდა იქ, სხვა რედაქციაში ვიყავი, მოგეხსენებათ უამრავ ენაზეა იქ რედაქციები. მიმაგრებული და მითხრა რომ აი აქ განისვენებს ეს მამაკაცი და ეს ქალბატონი, რომლებიც იყვნენ ემიგრირებულები თავის დროზე საიდანაც ჰოლანდიიდან თუ ასე შემდეგ და ვერ დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში. და იქვე ჩაიარა ქალმა რიზენშნაუცერი მიყავდა გერმანული. და აი ემიგრანტების მოისაქმა ძალმა. მამალი ძაღლი იყო, ფეხი აწია და იმ საფლავთან დაახლოებით აი კაცია ადამიანის ბოლო ფინალური სცენარო არის, ხო, წაქცეული ჯვრები რო არის. წარმოიდგინეთ ახლა აი ამ ადამიანების გასაგონად თუ ამბობ მე, რომ ანუ აქ არის სუფთა ფსიქიკის და ემოციური კომპონენტი არის თავში. რომ აქ თუ არმაგედონიან რაღაც პრობლემა არის, უნდა წავიდეთ სხვაგან და იქ რაღაც ელდორადოს ვიპოვით. ეს სისულელია ეს.
ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ემიგრირებულები იქ სადღაც ბონის ცენტრში უპატრონო საფლავი იყო რა. ზაღლმა ჩაისეირა. ზუსტად იგივე მდგომარეობაში არიან. ახლა იქ წასვლის მოიმედეები, როგორც იყვნენ იმის იმედით, რომ ევროკავშირში შევიდოდით ჩვენ და ანუ ანალოგიურია. როგორც ევროკავშირში იმედი ქონდა ჩემს, ასევე წასვლის იმედი აქვს. თუმცა, კიდევ ხო ვიმეორებ. ის ევროპა, რომელიც იყო 30-იან 20-იან წლებში, რომელიც იყო 60-იან წლებში, ის ევროპა ვეღარ იქნება. შეიცვლება ეს ყველაფერი და შეიცვლება მათ მიმართ დამოკიდებულება გერმანიაში. მე შემიძლია გარანტირებულად გითხრათ, ძალიან ბევრ ქართველს, რომელიც იქ არ არის დაფუძნებული და უკვე მრავალი ათეული წელი არ ცხოვრობს, იქ ან გათხოვილი არ არის, ან ოჯახი არ აქვს შექმნილი, მოუწევს წამოსვლა აქეთ. შეიძლება იმათაც მოუწიოს წამოსვლა. ვინც იქ დაფუძნებულია. იმიტომ კი არა რომ გერმანია დაიქცევა და შიმშილი იქნება. დაფუძნებულებიც ვიხილე ბატონო მიხეილ და სიმართლე გითხრათ პესიმისტური განწყობა მქონდა. რამდენიმე ჯერ ვნახე, ანუ აი თქვენ რომელ წელს იყავით? ეს იყო 2011 წელი და შემდეგაც ვიყავი და ზუსტად ერთ ქართულ სამრევლოში ვნახე ოჯახი, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ სულ შემთხვევით ვნახე და მივხვდი რომ ისინი საქართველოში დამბრუნებლები არასდროს აღარ არიან. აი ეს ფილმი რო არის გუგული მგელაძის ფესვები. გოგი გეგეჭკორის გმირია იქ რო აი ფეხებში ვინახავო მიწაზე დავა რაღაც და ბოლოს საწყლად ვიოლინოზე რო უკრავდა და იქ მერე განუტევა სადღაც სული. აი ასეთი ტრაგედია არის ბოლოს ხდებით ანუ ესეთი მომენტი. მე ვთქვი მაგას ეს სერიოზული პრობლემაა. ეს აი ჩვენ ბევრჯერ გითხავს რომ ახალგაზრდების ჩემს ყველა დიდი პრობლემა დღეს რაც არის. ეს არის აი ახალგაზრდა თაობის მდგომარეობა ერთი კვირის წინ ერთ-ერთი მას შევედი რაღაც მაღაზიის მსგავსი იყო არ მინდა დავასახელო იმ ორგანიზაციის და უყურეთ ახალ რუსულენოვანი ადამიანი ეკამათებოდა ახალგაზრდა გოგონას რომელმაც რუსულზე უთხრა რომ მე არ გიპასუხებ რუსულად იმიტომ რომ ეს არის ჩემი მტრის ენა მოგეთ ამ ბატონებმა რაღაცა ეგ ცოტა აგრესია იყო მე დაცვამლა სამ დაცვა მოვიდა ეს ბატონები გავიდნენ და გოგოებთან დავჭი ნუ ჩემი შვილის ტოლები შეიძლება უმცროსები და მე ვთქვი ბავშვებო ეს თქვენი ბრალი არ არის ბოდიში ამ კაცებთან ერთად უთხარი შვილებო მუთხარი ეს თქვენი ბრალი არ არის აბა ვისი ბრალიაო 30 წლის განმავლობაში გამოგირეცხეს ტვინი მეთქი და ერთ-ერთ არ ესიამულა რას ქვია ტვინი გამომირეცხესო თქვენ მე ვთქვი არ არის თქვენი ბრალი თქვენ ამ პარადიგმაში გაიზარდეთ თქვენ გითხრეს რომ რუსეთი არის მტერი და აგე დასავლეთი არის მოყვარე და აი იქ იქნებით თქვენ იქ ვერასოდეს ვეღარ იქნებით იმიტომ რომ დასრულებულია ეს დასავლეთი ახლა დასავლეთში წასვლა შეიძლება აფრიკაში შეიძლება წასვლა და იმაში ჯაგვი ნიგერიაში მაგრამ შენი ადგილი ხონდა მოიპოვო რაღაც შეხება ხონდა კონდეს რაღაც ბმა ხონდა იყოს ემოციური მორალური ზნეობრივი რაღაცით კი ბატონო შეიძლება გავიდეს 20 წელი და როგორც ფაშისტური გერმანია დასრულდა და მერე იყო ასე ვთქვათ ევროპის რენესანსი იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი იყო იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი იყო მაგალითი ადამიანური ცხოვრების და ადამიანური მართვის და ადამიანთან ურთიერთობის დასავლეთის იზოლებული იყო დაიშალა საბჭოთა კავშირი დაერღვა ბალანსი და მივიღეთ აი ეს კაციჭამიობის ზე მდგომარეობა რომელიც ბოლო 20-25 წელია გვაქვს ამას ჩვენ ვერ ავწდებით ამ ტრაგედიას რომელიც ახალგაზრდებზე რატო ვთქვი ჯერ ახალგაზრდები მქონდა პრობლემა ჩემ შინაგანი და ეხლა არის უკვე ჩემი თაობის და ცოტა უმცროსები და ცოტა უფროსების მენტალობის შიში ცხოველური შიშია ბატონ დავით რუსები რომ მოვლენ ხوار დაგხოცავენო ანუ ამას რომ დასრული ადამიანი გეტყვი საკმაოდ მაღალი ინტელექტუალი და მაღალი IQ-ს მქონე ხალხი ხო აქ არის სერიოზული პრობლემა იმიტომ რომ დღესაც ჯერა ერთ-ერთი გამოდიოდა დღეს და ლიბერალური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და არაო ესო იცით რა არისო ეს ახლა რაც ხდება უკრაინის გადარჩენის წინაპირობა არისო ხა ამას რო ადამიანი უსმენს და მერწმუნდათ იმდენმა გადააზიარა მერე ეს იგიჟე რომ ვიღაცებს არ უნდა დაჯერება როცა შენ ჯარი წერიად როცა შენ არ შეგიძლია დაიჯერო რომ ეს უკვე მოხდა აღჯერა და ვისაც ჯერა გაგვატარეთო ხო ამას ვერ იჯერებე რომ ნუ თუ მოგვატყუეს ნუ თუ ამერიკის შეერთებულ დღეს რუსულ არხებზე უსმენდი ლიბერალურ რუსულ და უკრაინულ ექსპერტებს მოგვატყუაო ამერიკის შეერთებულ შტატებმა უკრაინა გადააგდო ევროპა გადააგდო და ჩვენ რამდენჯერ გვითხოვს რომ გადააგდებენ რატო არ უნდა გადააგდოს ქვეყანამ რომელიც არის შექმნილი ემიგრანტებისგან რომლებიც არც სუფთა წარსულით გამოირჩეოდნენ ის რატო არ გადაგაგდებს მითხარით რა უნდა გადაგაგდოს და უნდა მზად იყო იმისთვის როცა შენ შეეკარი ბაიდენს
როცა შენ შეეკარი კლინტონების მაფიას, როცა შენ შეეკარი ნულანდის და მის პეჩენიებს ჭამდი კიევში, შენ უნდა მზად ყოფილიყავი იმისთვის, რაც მოგივიდა. აი ეს დაემართა უკრაინას. გეცოდება უკრაინელი, კი, როგორც ადამიანი მეცოდება. ხალხი, მაგრამ შეიძლება ასე დაგიბნერდეს ქვეყანას, ხალხს, რომ იხტუნაო. მაიდნები აწყო, ხო? ჩვენ ხომ მართლა გადავჭით. აი, ოცნებას დავანებოთ თავი რა პრობლემებიც არის, მაგრამ რეალურად ხო გადავჭით რა. აი ამ თუ გახსოვთ ეს ამ ოპოზიციის ლიდერები, ზოგი წარმომადგენლები სხვადასხვა გლობალისტური პარტიის წევრები პირდაპირ ამბობდნენ, რომ თუ საჭიროა უნდა ვიომოთო, აბა როგორო, ომი საჭიროა, იგი უგულაო, რომელიც პირველი გარბოდა ცხინვალიდან ისე გამოვიდა სამხრეთ სამაჯაოდან ისე გამოიქცა. რომ თავის ფეხების ანაბეჭდი ქონდა ზურგზე და მთელი მაგის გენერლები. ეხლა იმ გენერლებსაც მინდა მიმართო. 2 წლის და 2 წლის ნახევრის წინ რო იძახდით, რომ რუსეთს 2 კვირის ჭურვები აქვს დარჩენილიო. ჟანგიანი ტანკები აქვთო. ეს კარგი ვიდეოა მე ნახავთ. ეს გუბაზა რო იძახდა რუსეთი დამარცხდა. ეს არ მინდა შეურაცხყოფა მიმოყენო. არაადეკვატური ქალბატონები რო ყავთ. დამთავრებულია რუსეთი დამარცხდა. ჩვენ გავიმარჯვეთ. ეხლა როგორ ახართ მან და როგორ განწყობაზე ხართ დამარცხდა რუსეთი მოსკოვი აღებულია თუ იმაში რა ქვია პეტერბურგში ამერიკელების ხედა ეხლა როგორ განწყობაზე ხართ ჩვენ ტყუილმა შეგჭამა ამდენი წლის განმავლობაში და იგივე ტყუილში ვართ დროზე უნდა გავიღვიძოთ და ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი და კიდევ ერთხელ მიმართავ ვისარგებლებ შემთხვევით მართლ პარტიას და იმ კომისიას რომელიცაა შექმნილი საგამოძიებო კომისია მაქსიმალურად ამოწიეთ ყველა ის გადაწყვეტილება რომელიც იყო მიღებული 92 წლიდან მე რო ვიყო მაგალითად მე 9 აპრილსაც დავიწყებდი მაგრამ იქამდეც მივალთ აუცილებლად მერწმუნეთ 9 აპრილი გამოძიებული იქნება ჩვენ თუ 9 აპრილი არ გამოვიძიეთ ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ფანჯარა იქნება თეთრი ლაქა რომის შევსება დაგჭირდება 92-დან გამოიძიეთ აფხაზეთის შესვლა ვის ინტერესებში იყო ვისგან იყო წაქეზებული და ლოგიკურად დღეს თუ ამას ვერ ხვდებით რომ მთელი ჩვენი ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის შევალეწეთ გადამთიელების იგივე ლიბერალების დავანებოთ თავი გადამთიელების ინტერესებზე მუშაობას მაშინ იცით რა არაფრის ვერავისგან ვერ მივიღებ მე თუნდაც ჩემი ოჯახის წევრებისგან წუწუნს რომ ვაიმე რა დაგემართა ის როდესაც ტვინი იყო გასანძრევი და აყევი ემოციებს და მოგინდა ევროები და დოლარებზე მუქთა დოლარებზე ცხოვრება და მუქთა ევროებზე რომ ვიღაცას შევენახეთ კი ბატონო შეინახეს აი 6 მილიარდიო ხო აი 6 მილიარდმა ვინ შეინახა დღეს ისინი არიან იმედგაცრუებულები და იმედგაცრუება მათთვის არის კატასტროფა ეს არ არის ის ხალხი რომელიც დამარცხებას შეეგუება და ეწყო დიახ ჩვენ დავმარცხდით მაგრამ შევესწრებით ბრძოლა გავაგზავნოთ ოღონ ისე არა როგორც ესენი აპირებენ ჩუჩელებს წავენ და ფიტულებს ბოდიში ფიტულებს წავენ და რაღაცა მაიმუნობას ჩხივაობენ რუსთაველზე ეს რუსთაველზე მაიმუნობას უნდა დაასრულოს ხელისუფლება და სრულით ინტეგრაცია იმ ქვეყნებთან სადაც არის ჩვენი ინტერესები ამერიკის შეერთებულ შტატებმა საქართველოს გაუშვა ეხლა როგორც თქვენ ბრძანეთ თავარია არ გამოგდოს ბოლო კაუჭი არ გამოგდოს ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებული შტატების აი ძალებმა რომელიც რაღაც პატარა მაინც შეესწებიან. ხო, აი ჩვენ წუთზე ოდნავ მეტი გვაქვს დარჩენილი, რადგან თქვენ ბრძანეთ არ გამოგდოს კაუჭი ამ ევროკავშირმა, ნიდერლანდების ელჩი აკეთებს საქართველოში განცხადებას. აქ ჩეხეთის ელჩმაც გააკეთა. უყურებენ ალბათ იმ კადრებს, რაც გავრცელდა სალომე ზურავიშვილს, რო კვერცხები დაუშინეს მანამდე გახარიას და ეს ქალბატონი მინდა გითხრათ, რომ წარმომავლობით არის ჩვენი მეზობელი სომეხი ეროვნების არის მელინე არაქელიანი ელჩი, ახლა მათ დიასპორა ყავთ ემიგრაცია და არის სომეხი არ არის ის როგორც ევროპაში გაზრდილები დაბადა იმათ მე ქართველებად ნაკლებად კი ბატონო ხო ნიდერლანდების ელჩია მაგრამ ეს მელინე არაქელიანი პრინციპში იმ ხასს ატარებს რაც სხვა ელჩები აი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ბავდავით ერთ წუთს თხოვე რეჟისორს თქვენ როდესმე გინახავთ საბჭოთა კავშირის დროს ან შევარდნაძის დროს ცოტა მოგვიანებით ასე 90-იანების ბოლოს რომელიმე მაღალჩინოსანი ან პრემიერი ან მინისტრი ან რო გამختارიყო მსგავსი კვერცხების როლის მსხვერპლი? რის თქმა მინდა
არ მინდა გვარები დავასახელო, ბევრს ვიცნობდი პირადად. ვერ წარმომიდგენია რომ ეს ხალხი ამ დონეზე დაშვებულიყო. როგორც პრეზიდენტად ყოფილი ქალი ხარ, რას მასხარაობ? რას მაიმუნობ? იმიტომ რომ მაიმუნები არიან, თავის მენტალობით არიან. ისინი ხო პრეზიდენტები არ არიან. ეს არის ჩვეულებრივი აგენტურული ქსელი, ხო? როგორ შეიძლება ქალაქის მერი უგულავა, რომელიც ქალაქის მერი იყო, დაგაბუნძულებდნენ ცემატყებით. ვსვამდნენ მაგ რატომ დააკადრებიო ეს? იყავი მერი, დააშავე იჯექი. მიიღე რაღაცა ღირსება შეინარჩუნეთ ხალხო. რომელი აღმასკომის თავმჯდომარეებსაც ვიცნობდი, ცეკას მდივნებსაც, მეორე მდივნებსაც და ძალიან ბევრთან მქონდა შეხების წერტილი, ის ქუჩაში რომ გამოდიოდა, ის ეტყობოდა რომ ის იყო ყოფილი ჩინოვნიკი, ფუნქციონერი თუ პარტიული მოხოს და ისე იქცეოდა რომ იმას კვერცხის სროლას კი არა შეიძლება რაც გაბრაზებული ყოფილიყავი დედა ვერ შეგეგინებია. იმიტომ რომ აი ესე თავისავს აი ესე მოგაწოდებდნენ და ესენი დარბიან მიტინგებზე, გარბიან რაღაც პედესტალებზე, რაღაცებს ასხავენ, აი რისი ღირსიც ხარ. დიდებისგან მსმენია, რომ აი ვაკის პარკთან ცხოვრობდა ვასილ მჟავანაძე. იქ მე-4 სართულზე სადღაც, აი სადაც ზუსტად ის მოედანია ცენტრალური შესვლელი. სერგო ზაქარიაძეც იმ სახში ცხოვრობდა მე მგონი. და დილას გამოსულა აივანზე უბრალოდ ამ მაისურით რა და ვარჯიშს აკეთებდა თუ რაღაც და დილიდან ახლა მაშინ იმ წლებში მიღებული იყო ეს შლაპებით რო დადიოდა ხალხი და სამი კაცი სამსახურში მიდიოდნენ და დამდგარან და ეს სამივეს ქუდი შლაპა მოუხდა და ხელი დაუქნევია და დიდ ქართველს ვასილ პავლესძეს ანუ ასე ესალმებოდნენ თქვენ ახლა კვერცხების როლაზე იყო ლაპარაკი შეადარეთ რამხელა კონტრასტია ხო ანუ როცა ხარ სახელმწიფო და როცა ხარ კოლონია მაგრამ იმედი მაქვს დეკოლონიზაცია დაწყებულია და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად დასრულდება დიდი მადლობა ბატონ მიხეილ გადაცემაში სტუმრობისთვის მე ტელემაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი გახლდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი შევხვდებით უკვე ხვალ მადლობა ყურადღებისთვის ნახვამდის